მუსიკის ამერიკელმა პრინცმა ქართული სცენა საათნახევრით დაიკავა და მსმენელს დაუვიწყარი წუთები აჩუქა. ჯასტინ ტიმბერლეიკმა საღამო სიმღერა Mirrors-ით გახსნა და გულშემატკივარ სიყვარულისთვის მადლობა სცენიდან გადაუხადა. ამაზე ვოცნებობდი პატარა ბავშვი რომ ვიყავი. მადლობა რომ პატარა ბიჭის ოცნებები ასრულეთ. მიყვარხართ JT-სგან საქართველოს სიყვარულით. From JT to Georgia. Good luck. 21 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს პოპ-ვარსკვლავად აღიარებული არტისტის მოსასმენად ფარებმა სცენასთან ადგილები 4 საათით ადრე დაიკავეს. დაუვიწყარი შოუ და ყველაზე ცნობილი ჰიტები. ჯასტინ ტიმბერლეიკმა მსმენელს ძველი და ახალი სულ 20 სიმღერა აჩუქა და რამდენიმე მათთან ერთად შეასრულა. ჩვენიერი კონცერტი იყო, ძალიან გმაყოფილები ვართ. უფრო მეტი ესეთი კონცერტი ქვეყნისთვის და ქალაქისთვის და საზოგადოებისთვის გაერთიანებაა. განვითარება. ჯასტინ ტიმბერლეიკზე ვგიჟდები და ზუსტად რასაც ველოდებოდი, ყველაფერი ისე მოხდა. ძალიან კმაყოფილი ვარ და მადლობა ყველაფრისთვის თარინგ ჯორჯიას. ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის კონცერტს დინამო არენაზე დაახლოებით 55,000 ადამიანი დაესწრო. მათ შორის 20,000 უცხოელი ტურისტი იყო, რომლებიც სპეციალურად ამ კონცერტისთვის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. საოცარი სრულყოფილი კონცერტი იყო. ვოცნებობდით ჯასტინის ცოცხლად მოსმენაზე. სიხარულისგან ერთდროულად ვიცინოდით და ვტიროდით. მადლობა თბილისს ამ დაუვიწყარი დღისთვის. ძალიან კარგი იყო. საოცარი ენერგეტიკა იგრძნობოდა. ვუყურებდით, ვუსმენდით და უდიდეს სიხარულს გვანიჭებდა. თბილისში კონცერტზე დასასწრებად ჩამოვედი. Starring Georgia's კამპანიის და მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჯასტინ ტიმბერლეიკი ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარსდგა და გულშემატკივრების გულები კიდევ ერთხელ დაიპყრო.